არ აქვს ამ ძალიან დიდი არჩევანი, რომ თქვა ახალგაზრდებისთვის ასაკობრივად იყოს და ეს ძალიან რთული ასაკია, მაგრამ ძალიან ზუსტი შერჩევის შემთხვევაში ლიტერატურას ცხოვრების გარეშე არ არსებობს. ლიტერატურაა სწორედ ის, რომელიც ყველაზე ნათლად და ცოცხლად ასახავს ცხოვრებას. Ქედა ბეწღარიშვილი ტელეკომპანია STV. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და გკითხოთ, რას ფიქრობთ ჩვენი სკოლის შესახებ? როგორია თქვენი შეფასება? ძალიან მომწონს, შეუძლებელია რომ აქ ადამიანი მოვიდეს და არ მოეწონოს თქვენი სკოლა და ვისურვებდი რომ ყველა სკოლა ასეთი იყოს. და იმედია რომ მე ახლა დღეს გავეცანი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც და უკვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა და იმედი მაქვს რომ მხოლოდ ის ხარისხი ფასადზე არ არის და შინაარსობრივათაც ასეთი კარგია როგორც ჩანს გარედან. ნინი ხვედელიანი ტელეკომპანია STV. ბოლო 2 დღეა ჩვენ სკოლაში წიგნის დღე არის. გამოფენილი არის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლიტერატურა და პროზა. რომელი პოეტების და ავტორების წიგნებს გვიჩვენთ წასაკითხად? პირველ რიგში ლაშა ბუღაძეს არის შესანიშნავი მწერალი. არის მართლაც მოვლენა თანამედროვე ლიტერატურისათვის. მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრს მიიღებთ ისგან. ძალიან, აი მართლა ძალიან გულით გთხოვთ რომ წაიკითხოთ ეს წიგნი. ასე რომ იმედია მაქვს რომ დღესვე როგორც კი ამ ჩაწერას დავამთავრებთ, თქვენ გაიქცევით და ჩემ წიგნებს დაიზეპირებთ. ჩამაბარებთ ზეპირად. დიახ. ამ ბოლოს დიდი პოლემიკა მიმდინარეობს კომპიუტერში ჯობს ლიტერატურის გაცნობა თუ წიგნით. მაინტერესებს თქვენი აზრი კომპიუტერისა და წიგნის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მე მგონი რომ არ უშლის ხელს, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც ახლა მე ვიქაც თქვი ბავშვებთანაც დილიდან საღამომდე, როდესაც ბავშვი ახლა მონსტრებს და რაღაც მანიაკებს ხოცავს. მაგრამ მეორეა თქვა ინტერნეტი, კომპიუტერი ასევე არის შესაძლებლობა იმის, რომ შეიძლება მეტი გავიგოთ, ხო? ჩვენს სამყაროზე და ჩვენს თანამედროვეობაზე და რაღაც ინფორმაციები გამოვიღოთ კომპიუტერიდანაც, მაგრამ წიგნს თავისი რაღაცა ჯადოსნობა აქვს, როგორც უკვე ნივთს და საყვარელ წიგნს სხვანაირად ვეჩვევით ერთი სიამოვნება უკვე წაკითხული წიგნის გადაკითხვა, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ორი რამ არ უპირისპირდება ერთმანეთს, თავარია რომ ადამიანმა რაღაცაირად სწორად გაანაწილოს თავისი დრო და რაღაცაირად წიგნი იქცეს მის ყოველდღიურობა და წიგნი არ იყოს რაღაც განყენებული ცნება, იმიტომ რომ წიგნი და ლიტერატურა ძალიან ცოცხალი რაღაცაა.